დიდგორობა სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად დიდგორის ველზე მოქალაქეების სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დიდგორის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რის შემდეგაც დიდგორის მემორიალთან მსვლელობა გაიმართა. დიდგორის ველზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ. რატი მეტრეველი გვერდთვება პირდაპირ ეთერში. დღეს საქართველო ტრადიციულად ზეიმობს იმ უდიდეს გამარჯვებას, რომელიც საუკუნეების წინ სწორედ ამ ადგილას მოიპოვა დავით აღმაშენებლის მთავარსარდლობით ქართველმა მებრძოლებმა. ამ დღესთან დაკავშირებით წმინდა დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძარში გაიმართა საზეიმო პარაკლისი, რის შემდეგაც მოეწყო მსვლელობა. სწორედ აქ მოვიდა ხალხი, სადაც დილიდან ხალხმრავლობა დიდგორის მემორიალთან. აქ იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე პატრიარქის მესაყდრე მეუფე შიო წმინდა სინოდის წარმომადგენლებთან ერთად. ცოტა ხნის წინ სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მეუფე შიო. სიტყვით გამოსვლებში ხაზი გაესვა ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში. მოვისმინეთ ასეთი სიმბოლური გზავნილიც, რომ დიდგორი დღესაც მოსაგებია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დღესაც დგას არაერთი გამოწვევის წინაშე, რომელთან ბრძოლაც, როგორც მოვისმინეთ, ქართველ ხალხს იმავე ერთიანობითა და ბრძოლის ჟინით მართებს, როგორც ეს 1121 წლის 12 აგვისტოს. დღევანდელ დღეს არჩაულია დაჯილდოების ცერემონიალის გარეშე. თავდაცვის მინისტრმა აქ რამდენიმე გამოჩენილი თავდაცვის ძალების წარმომადგენელი დააჯილდოვა. დიდგორის თავარი გაკვეთილი ყველა თაობისთვის უცვლელია. როდესაც ერი ერთიანია, დამოძრავებს საკუთარი სიმართლის რწმენა, მისთვის დაუძლეველი დაბრკოლება არ არსებობს. დღევანდელ გამოწვევებით ახსოვს მსოფლიოში, სწორედ ამას შეგვახსენებს ჩვენი პატრიარქის ბრძნული სიტყვები, დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია. დღეს ჩვენი თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის. დღესაც გვიწევს უთანასწორო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამტკიცებისთვის. ასევე ჩვენ გვიწევს ბრძოლა იმ ქრისტიანულ ფასეულობათა დასაცავად, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი თვითყოფადობა, არამედ მთელი ევროპული ცივილიზაცია ტრადიციულად ეფუძნებოდა და ეფუძნება. ეს ბრძოლა მოითხოვს იმავე ერთობას, გონიერებას და სამშობლოს ერთგულებას, რაც 9 საუკუნის წინ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გვიჩვენეს. დარწმუნებულია, რომ ჩვენი ერთიანობით და სულისკვეთებით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს ისტორიულ მიზანს. გილოცავთ დიდგორობას, ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო. დიდი რწმენით განჭრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი. ეს აღმავლობა, ეს დიდგორი არ დამდგარა ერთბაშად. ამას წინ უძღოდა დავით მეფის დიდი შრომა და ბრძოლა შინაურ თუ გარეშე მტრებთან. მან თავისი ბრძნული მმართველობით, სამართლიანობით, პრინციპული და შეუვალი მიდგომით, ეკლესიის გაძლიერებით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დააყენა, გაამთლიანა, აღორძინა და სრულყო საქართველო როგორც ძლიერი, ძლევამოსილი ქრისტიანული ქვეყანა. თანამედროვე საქართველოსთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია წმინდა დავით მეფის სიბრძნე, პრაგმატულობა და სახელმწიფოებრივი ხედვა. ჩვენთვის დღევანდელი დღის აღნიშვნა არ არის მხოლოდ წარსულის დიდების გახსენება. დიდგორობა არის შთაგონების უშრეთი წყარო ჩვენი ეროვნული იდენტობის, სამი მთავარი საყრდენის, მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვისა და გაძლიერების საქმეში და საამაყო წინაპართა ისტორიული გამოცდილების კიდევ ერთხელ გააზრების შესაძლებლობა. საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეული მებრძოლი სწორედ ამ ისტორიული მემკვიდრეობის ღირსეული გამგზელებელია. ჩვენ დავით აღმაშენებლის ამ ველზე დაღუპული მებრძოლების შთამომავლებს დღესაც უდიდესი პასუხისგებლობა გვაკისრია ქვეყნისა და ერის წინაშე. თითოეული ჩვენგანის მოვალეობა გააგრძელოს გზა, რომელიც დავით მეფემ გაკვალა და ეს ღირსებით, ერთობით და რწმენით გავაკეთოთ.
ისე როგორც ყოველ წელსაც შეიძლება ითქვას, რომ დიდგორის ველზე ისტორია გაცოცხლდა. ვიხილეთ არაერთი თეატრალური ნომრები საქართველოს ისტორიიდან, მუსიკალური ნომრები, ქართული ტრადიციული ცეკვა, ქართული სამზარეულო, მოკლედ ყველაფერი ის, რასაც ქართული ტრადიციული ელფერი აქვს და გვახსენებს, რომ საქართველოს მისი თვითყოფადობა სწორედ ამ ტრადიციების დაცვით შეინარჩუნა. მოხდა ის, რომ აი ეს წვერვალი რომელიც დაატოვეს ისტორიაში და კვლავაც დაგვიტოვეს კიდევ იმის ნიშნად, რომ ჩვენ კვლავაც შეგვიძლია გავხდეთ ქართველები ამ დიდგორის მუზეიმენი, თანამუზეიმენი და გავხდეთ ისევე ისტორიაში დიდი გორის იგივე ხალხი, რომელიც გორის ისტორიაც დაგვიტოვეს აი ამ დიდგორის მებრძოლებმა. ჩვენ დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ 1121 წლის დღევანდელ დღეს და ჩვენ ისტორიაში ეს ციფრი მართლა უფრო სასწაულებითაა ჩაწერილი, იმიტომ რომ ეს იყო ერთგვარი გარდამტეხი მომენტი, გარდამტეხი შტრიხი ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის. მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღიდებული დღესასწაული და შეეხება ჩემს ნამუშევრებს. დღეს წარმოდგენილი გვაქვს ხელით ნაქსოვი ძივები, სხვადასხვა აქსესუარები და ძივით ნაქსოვი ლოცვები. ჩვენი ოჯახი აკეთებს ხის ნაწარმს. სუფთა ხეა, კაკალი, ბალი, რაც საჭმელად შეიძლება რა, მოსახმარად შეიძლება. ოჯახი აწარმოებს, მეუღლე და შენი ვაჟი და ასე დღესასწაულებზე გამოგვაქვს ბაზრობებზე და ვყიდით. როცა მიდრებს წელს საქართველოს დიდგორის ველზე კიდევ ერთხელ იზეიმა ისტორიული გამარჯვება. გამარჯვება, რომელმაც თავისი სათქმელი ჯერ კიდევ ბევრი საუკუნის წინ თქვა, რომ გამარჯვება არის საქართველოსა და ქართველი მეომრების გენეტიკური კოდი.